გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ გლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენი გადაცემა დღეს მიეძღვნება როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში შექმნილ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ მდგომარეობას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ლიბერალური პოლიტიკა, რომელიც მოდებულია მთელ მსოფლიოში და მათი ეს დიქტატორული მოქმედებები უკვე ნელ-ნელა, რომ ვიტყვი, მიუღებელი გახდა საზოგადოებისთვის. ჩვენ ამის წინააღმდეგ დიდი ხანია და გამოაცხადეთ ბრძოლა და საქართველოს თავისი, რომ ვიტყვი, წვილი შეიტანა ამ ბრძოლაში და შეაქვთ დღეს ეს თავისი წვილი ამ ბრძოლაში და როგორც ჩანს საქართველოს იყო პლაცდარმი იმისა, რომ გაგვიძებულიყო ევროპის მოსახლეობა ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიური პოლიტიკოსების წინააღმდეგ და ლიდერების წინააღმდეგ. რადგან ყოველთვის მოსახლეობა, ევროპის მოსახლეობა ამ დღემდე იყო რაღაც მიძინებული და არავითარი, ესე იგი, აბსოლუტურად რეაგირებაც კი არ ქონდათ იმასთან დაკავშირებით, რაც ევროპაში ხდებოდა და ხდება და რაღაც, ესე იგი, ევროპის მოსახლეობას უკეთებდნენ. მაგრამ აი უკვე 2 დღე არის ევროპის დიდ ქალაქებში, გერმანიასა და საფრანგეთში ძვინარებს საპროტესტო გამოსვლები. ეს არ არის ეკონომიკური კუთხით, ეს არის აი სულთა იმ მართას, იმ ბინძური პოლიტიკის კუთხით და ბინძური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ბინძური პოლიტიკას გაატარა და ატარებს დღემდე ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების სხვადასხვა ლიდერები. გერმანიაში მასიური გამოსვლები არის აი ამ სწორედ არასწორი მიგრაციასთან დაკავშირებით და ასევე საფრანგეთში და ამას უკვე ორგანიზებული ხასიათი მიეცა თვითონ გერმანიის და საფრანგეთის მოსახლეობა გაერთიანდნენ სწორედ აი ამ მოთხოვნის წინააღმდეგ, მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეწყდეს ის მასიური დინება იმ არალეგალების, რომელიც არალეგალებსაც სწორედ ამ ლიბერალურმა პოლიტიკამ გაუხსნა საზღვრები. და ჩვენ სწორედ ამ საფრთხეების წინაშე ვიდექით და ვდგევართ დღესაც და როგორმე რაღაცნაირად ეს ტენდენცია უნდა შეჩერდეს. თუ არ შეჩერდეს ეს ტენდენცია, უკვე ხედავთ, რომ ძალიან დიდმა რაოდენობა მიგრანტებმა იმატა ქვეყანაში და ეს არ არის კარგი, რადგან ფაქტიურად ისინი უკვე უმორჩილო ადამიანები ხდებიან, როგორც ეს ევროპაში მოხდა და გადადიან ზღვარს, შეურაცხყოფას აყენებენ ადგილობრივ მოსახლეობას, ჩადიან სხვადასხვა სახის დანაშაულებებს და თითქმის ევროპის ქვეყნებში ყველგან უმეტესობაში უკვე და კარგად ჩანს მათი არასწორი მოქმედებები და მათი უკვე დაჯგუფებებიც კი შეიქმნა, მიგრანტების დაჯგუფებებიც კი შეიქმნა, კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც ზიანს აყენებენ ევროპის მოსახლეობას. ჩვენ დღეს გვექნება ამ თემებთან დაკავშირებით საუბარი და ასევე შიდა პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს, შევეხებთ ყველა იმ პრობლემატურ საკითხებს, რომელიც პრობლემატური საკითხები დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინ დგას და ამავდროულად განვიხილავთ სწორედ იმ ევროპაში შექმნილ მდგომარეობას, რომელიც მდგომარეობაშიც უკვე ფაქტიურად ჩაფლული არის ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში პოლკოვნიკი ბატონი კოტე ფოჩხიძე. ბატონო კოტე, მოგესალმებით, მადლობა უბრძანებისათვის. ბატონო კოტე, 2-3 დღეა უკვე ევროპაში და მათ შორის გერმანიაში და საფრანგეთში მასიური გამოსვლები არის. შავ ნიღბიანთა დაჯგუფებები შეიქმნა ადგილობრივი მოსახლეობის და ადგილობრივი მოსახლეობა პირდაპირ, ვინაიდან მათი ხელისუფლება არ არის უკვე მათი უფლებების დამცველი და მათი ხელისუფლება მიდის მათ ნების წინააღმდეგ, ამიტომ იძულებული გახდა ევროპის მოსახლეობა და იძულებული გახდა საფრანგეთის და გერმანიის მოსახლეობა თვითონ აიღონ თავიანთ თავზე ეს უსაფრთხოება და თვითონ უზრუნველყონ თავიანთი მოსახლეობის და თავიანთი თავების უსაფრთხოება და დაცვა. სად მივა ეს პროცესები, რომელი პროცესები უკვე განვითარდა ევროპაში და ხომ არ გადაიზრდება ეს შეტაკებაში თვითონ მიგრანტებს, არალეგალებსა და ევროპელი მოსახლეობის შორის. რა თქმა უნდა, ეს ესეა. ეს პროცესები მოსალოდნელიც იყო ბატონტრისთან, იმიტომ რომ რღვევა ევროკავშირის, რომელიც დაიწყო ფაქტიურად მას მერე, რაც
დაიწყო დიდი ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოში. მე ვიძახსო რასაც შემდეგ მოყვა და ზუსტად ამ ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ იმ ცხელი წერტილების აღმოცენებისა, რაც დღეს ახლო აღმოსავლეთში და ასე ვთქვათ აღმოსავლეთ ევროპაში მცინვარებს. კი ბატონო, და სხვა პროცესებიც, რომლებიც დაკავშირებული არიან ერთმანეთთან და ამის გარეშე აი ამ პროცესების გარეშე შეუძლებელია დღეს წარმოვიდგინოთ რეალურად სიტუაცია ისე, რომ ყველაფერი წავა სტაბილურად ევროპაში და ყველაფერი წავა სტაბილურად პირველ რიგში აღმოსავლეთ ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში, ხო? ის რაც ხდება დღეს, რაც თქვენ დააფიქსირეთ, რასაც მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, მათ შორის ელექტრონული მედიაც დღესდღეობით აქტიურად უსვამს ხაზს, გახლავთ ევროპოლიტიკის შედეგი, იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ევროკავშირი ანხორციელებდა წლების განმავლობაში. გახსოვთ ალბათ, მათ დააწესეს გარკვეული კვოტები, მათ შორის ევროსახელმწიფოებისათვის მიგრანტების მისაღებად და ასე ვთქვათ, მათი ძირითადი დანიშნულება უნდა ყოფილიყო სამუშაო ძალად გამოყენება ამ ადამიანების, ხო, რომლებიც შედიოდნენ იგივე აფრიკის ქვეყნებიდან, იგივე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, არაბეთის ქვეყნებიდან და ასე შემდეგ ევროპაში. ევროპა მათთვის მიმზიდველი იყო, როგორც ასეთი მიმზიდველი იმ სოციალური სიკეთეების გამო და ძირითადად სამუშაო ადგილებისა გამო, რომლებიც მათ თავიანთ ქვეყანაში და თავიანთ სამშობლოში არ გააჩნდათ და არც ჰქონდათ იმის პერსპექტივა, რომ აი ამ არაბული რევოლუციების შემდეგ, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა თავის დროზე წამოიწყო ამ ქვეყნებში, განაპირობა სწორედ ეს არასტაბილური ვითარება, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, მინდა ვთქვა, და ლიბია გაყოფილია ორ ნაწილად, ვიცი ჩვენ აღმოსავლეთ და დასავლეთ ლიბია და ჯერჯერობით ვერ მოიძებნა სტაბილიზაციის გარკვეული მომენტები. ეს სწორედ იმ არაბული რევოლუციების შედეგია. იგივე ალჟირში მიმდინარე პროცესები, ხო, საიდან არიან ეს მიგრანტები? ძირითადად აი ამ ქვეყნებიდან, ფრანგულენოვანი კოლონიებიდან და ინგლისურენოვანის მათ შორის, ხო? ძალიან მცირეა ინგლისურენოვანი, ძირითადად ფრანგულენოვანი არიან. და ნახეთ რა სიტუაცია და რა სურათი შექმნა ამან წლების განმავლობაში, 10 წლეულების განმავლობაში შეიძლება ითქვას და ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ეს პროცესი უფრო მეტად დაჩქარდა, ხო? და სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ დიდი ბრიტანეთის გასვლის ერთ-ერთი მიზეზიც ევროკავშირიდან სწორედ ეს გახლდათ, იმიტომ რომ იმდენად უკონტროლო გახდა დიდ ბრიტანეთში სიტუაცია მიგრანტების შეღწევის თვალსაზრისით, რომ იქ მთელი ქალაქებიც და ანკლავიც კი წარმოიშვა, სადაც უკვე მიგრანტები იმდენად დაწინაურდნენ, რომ უკვე ბრიტანელებისთვის ადგილი აღარ რჩებოდა და ისინი გახდნენ ქალაქის მერები და ასე შემდეგ და ფაქტიურად პრემიერები ყავდათ თვითონვე ამ ქალაქებში და ამ ოლქებში თვითონვე უწყობდნენ ხელს მიგრაციის, ასე ვთქვათ, წარმოებას იმისათვის, რომ თავიანთი ყოფილი ქვეყნებიდან შემოეყვანათ და დაესაქმებინათ ადგილზე. ეს დაინახა ბრიტანეთის მთავრობამ თავის დროზე, დაინახა ჯერჯერობით ვერ ხედავს ევროკავშირის წევრი ქვეყნები და სწორედ ერთ-ერთი მიზეზთაგანიც სწორედ ეს გახდა იმ ბრექსიტის ბრიტანელების ჩამოცილებისა ევროკავშირიდან. და შექმნილმა ეკონომიკურმა, ასე ვთქვათ, რთულმა პირობებმა და ეკონომიკურმა ვარდნამ, რომელიც დღეს არის ევროპაში, ხო, ეს მეტწილად განაპირობებს სწორედ იმას, რომ ეს მიგრაციის პრობლემა უფრო მეტად იჩენს თავს ევროპაში, ხო? იმიტომ რომ აღარ არის სამუშაო ადგილები, აღარ არის, ასე ვთქვათ, დასაქმების შესაძლებლობები, ის კი არა, უშუალოდ აბორიგენი მოსახლეობისთვის აღარ დარჩა სამუშაო ადგილები, იმდენად მძიმე ვითარებაა დღესდღეობით გამოწვეული იმისათვის, რომ სამხედრო ხარჯები იზრდება, ქვეყნები, შეერთებული შტატები თხოვს ევროპას, რაც შეიძლება მეტი ჩადონ ფინანსური რესურსები
იგივე შეიარაღების დარგში თვითონ ევროპელი ლიდერების გამოდიან და იძახიან, რომ 800 მილიარდი დოლარი იქნება ევროპის უსაფრთხოებისათვის საჭირო და ასე შემდეგ. მაგრამ ეს კოლოსალური თანხები ვისაკდება საბოლოო ჯამში აკდება იმ მოსახლეობას ევროპის მოსახლეობას და იმ სიკეთეებს, რა სიკეთეებიც მათ აქამდე ჰქონდათ, ხო? და ძირითადად მოდი ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი იყო შეერთებული შტატების აი ამ ფინანსური ინექციებისა და მსოფლიო ბანკის ხარჯზე. ეს ყველაფერი ხორციელდება მათი და როგორც კი დაიწყო დისტანცირება შეერთებულმა შტატებმა სუსტად ამ პროცესებისგან, იცით, ევროპაში გაჩნდა ძალიან რთული ვითარება და ძალიან რთული ეკონომიკური ვითარება, რომელიც შემდგომში განაპირობებდა ზუსტად იმ სოციალურ აფეთქებას, რა სოციალური აფეთქების ნიშნების დღესდღეობით ჩანს იგივე გერმანიასა და საფრანგეთში. ბატონო კოტე, ნახეთ ახლა აი კარი ხაზგასმით არის და განსაკუთრებულად მოითხოვს თვითონ ევროპის მოსახლეობა და თუ დავინახეთ და თუ კი გავადენებთ ფალყურს, ძირითადად არის გამოსული ესე იგი ჯანსაღი თაობა მხედველობაში ყავს. ახალგაზრდა თაობა, რომელიც აი პირდაპირ აი ორიენტირებული არიან მიგრაციაში არ მიდიან 60 წელიწადს და ზევით თაობა, ხო? ორიენტირებულები არიან ეს ახალგაზრდა თაობა, ევროპელი ახალგაზრდა თაობა, იმისთვისაც გადაარჩინონ ევროპა და პირდაპირ მოითხოვენ ისინი, ხო? ევროპის მიგრანტებიც ახალგაზრდები არიან სხვათა შორის, მაგას უსვამენ. კი, ევროპის ისინი მოითხოვენ, რომ როგორ ევროპა გამოვიდეს ამ მართლა სერიოზული კრიზისიდან. არათუ მარტო ეკონომიკური კრიზისი ხომ აქვს უკვე ევროპას და ეს ფაქტი სახელზე არის და ამას ვერ ხო, საბოლოო ჯამში ეს განაპირობებს პოლიტიკურ კრიზისაც. ხო, ახლა თქვენ მართალი ბრძანეთ, რომ ის ფუფუნება აღარ აქვს იმ ევროპის მოსახლეობას, რომელიც ფუფუნებას მათ ადრე გააჩნდათ, ხო? მაგრამ მოვიდეს ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ლიდერები ხელისუფლებაში და მათ როგორ და რა მიმართულებით წაიყვანს ქვეყნები, ჩვენ გაგათხედავთ, ხო? და მათი პოლიტიკა, რომელი პოლიტიკას ფაქტიურად არის გამანადგურებელი ქვეყნების, ხო? ის პოლიტიკა, რომელი პოლიტიკას უნდა მომართულიყო და მოემართათ მათ იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყნების დაპყრობას მათ უნდათ, ეს უკვე მათ ჩამოუბრუნოთ ბულანგებით, ხო? მხოლოდ ახლა იმიტომ რომ ახლა ჩვენც არანაკლებ დღეში გვაგდებენ და დღესაც გვეუბნებიან, რომ აი კარი გავუყეთო მიგრანტებს, ხო? ახლა ამ თუ დაუშვათ მოხდა ის. არა, ბატონ დრესან, შესაბამისი კვოტები აქვს ევროკავშირში გაწესებული, წევრი ქვეყნებისთვის, ისე კანდიდატის წევრობის ქვეყნებისთვისაც არის განსაზღვრული კვოტები და ისინი ახლა რა შეეცდებიან, ისინი შეეცდებიან, რომ ძირითადად ის მიგრანტებისაგან განთავისუფლდნენ და ეს მიგრაცია გადაიტანონ კანდიდატ წევრ ქვეყნებში ან ასოცირებულ წევრ ქვეყნებში, რომლებიც დაკავშირებული არიან ევროპასთან ასე თუ ისე, ხო? რაღაცა ხელშეკრულებები და ვალდებულებები და ეს ვალდებულებები ჩვენ თავის დროზე აღებული გქონდა, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას ვაწერდით ხელს, მინდა ვთქვა. ანუ მათმა თუ დაიწყეს აი დაუშვათ თუ მოხდა და უკვე ჩანსრეს მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და ამას ალბათ უკვე ევროპის მოსახლეობამ საკმაოდ იგრძნო ეს კივილი და უკვე გაიღვიძა ევროპის მოსახლეობა. პრობლემას გააჩენს და გააღვევს ნაციონალიზმს იგივე ევროპაში, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ნაციონალური სულისკვეთების ნიშნები გამოჩნდება და შესაძლებელია იცით რა მოხდეს ბატონ ტრისთან აღზევდეს ხელახლა ევროპაში ნაციზმი აი ამის იმაზე რა ქვია საფუძველი არა ნაციზმი ახლა ევროპაში რო აღზევებულია ფაქტია არა მე ვიძახი ნაციზმი იმ რა ქვია მასშტაბების რა მასშტაბების ახლა ეს არის შეფარული ჩვენ ვიძახით რომ ლიბერალური იდეოლოგია რომელიც დემოკრატიის პრინციპებს ქადაგებს და სინამდვილეში ხო არის შეფარული კი ბატონო შეფარული ფაშისტური იდეოლოგია, სწორედ ეს ფაშისტური იდეოლოგია შეიძლება შეიცვალოს ამან სახე ჩვეულებრივად და ის აღმოცენდეს ის იმ სახით ნაციზმი და ნაციზმი არ არის აღმოსავლეთ ევროპის მახასიათებელი, მინდა ვთქვა, ეს არის შუაგულ ევროპაში ჩაისახა თავის დროზე და ყოველთვის იყო და ყოველთვის არსებობდა, მინდა ვთქვა, მიუხედავად მეორე მსოფლიო ომის შედეგებისა და მიუხედავად ნიურნბერგის პროცესისა, მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტები თავის დროზე იქნენ გასამართლებული და დასჯილები, ისინი და მათი ასე ვთქვათ იდეოლოგია იყო და ცოცხლობდა და ეს ნაცისტური იდეოლოგია მარტო იქ კი არ ცოცხლობდა, მე გავახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ის თაობა, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში
2004 წელს მე ვიძახი კმარას თაობას, ხო? რა წიგნით სარგებლობდნენ? მე ვარ მომსრე, შემსრე, როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში ჰიტლერის ეგრეთ წოდებული ჩემი ომი, Mein Kampf რო ეძახიან, კი ბატონო, და როგორი ის, რა ქვია, შემართებით კითხულობდა ამას მაშინდელი კმარელი ახალგაზრდები. მინდა ვთქვა, რომელიც შემდგომ რომელმაც შუა ის ფაშიზმი იყო, დიახ, ის რეჟიმი. შედეგი მიღებული არის სახელზე კაცო, კმარა გაიზარდა ფაშისტური იდეოლოგიაზე. ფაშისტური იდეოლოგია იყო ზუსტად, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება საქართველოში აწარმოებდა და აკეთებდა ის რეჟიმის ჩამოყალიბება, მკაცრი ტოტალური კონტროლის ჩამოყალიბება, ეს სწორედ მახასიათებელია ფაშისტური იდეოლოგიის. არც საერთო ამას დემოკრატიასთან არ ქონდა, არც მაშინ არ ექნება არც დღეს და არ ექნება არც ხვალ, მინდა ვთქვა. აი ეს არის ძირითადად და არ დაგვავიწყდეს ჩვენ არც ერთი მსოფლიო ომი, რომელიც კი ყოფილა, ხო, ისტორიაში და ჩვენ ვიცნობ მსოფლიო ომს, ორ მსოფლიო ომს, ორივე დაიბადა ევროპაში, ორივეს საფუძველი, იდეოლოგიური საფუძველი გაჩნდა ევროპაში და შემდგომ მათ მოისურვეს მსოფლიო ბატონობა. არ გავიდა ერთხელ, არ გავიდა ეს მეორედ და მესამედ შეფარული ჰიბრიდული წესით შეეცადნენ ახალი იმპერიალური ზრახვების წარმოდგენას და ასე ვთქვათ მსოფლიოს მორჩილებაში მოყვანას ევროკავშირის მესეურები. მაგრამ ეს არ გაუგრძნეს, იმიტომ რომ მათ არ ყავდათ სამხედრო მანქანა. მათ სურდა თამაში ჩაეთრია შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, მაგრამ დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა დროზე უშველა თავს და განერიდა ამ პროცესს. ეხლა საერთო ჯამში მოხდება ის ბატონ ტრისტან, რაც ძალიან არ აწყობს ევროპას რა. ისინი ძირითადად გადაერთვებიან იმ რელსებზე, რომ შექმნან ისეთი სიტუაცია, რომ მაქსიმალურად შეეცადონ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მოbrunებას ამ პროცესში და მათ ასე ვთქვათ წარმართველ ძალად წარმოჩინებას და შემდგომ მათ ასე ვთქვათ გაკეთებულ საქმეზე თვითონ მიიწერონ, მაგრამ შეერთებული შტატების დღევანდელი ხელმძღვანელობაც ხდება ამას და მათ არ სურთ რომ აი ამ ომიდან წაგებული გამოვიდნენ, იმიტომ რომ შეხედეთ რა სიტუაციაა დღეს, ხო, უკრაინაში. ფაქტიურად ერთი სახელმწიფო ომობს ნატოს ქვეყნების მთელი ალიანსის წინააღმდეგ და პრაქტიკულად შეერთებულ შტატებს არ სურს რომ აი აქ თან როგორ ომობს, მოდი რა შედეგებს შევხედოთ. ტერიტორიები დღეს ვის აქვს მიტაცებული? აქვს რუსეთს მიტაცებული და არა უკრაინას, ხო? ესე იგი რუსეთმა აი ამ კომპანიისაგან, სამხედრო კომპანიისაგან მიიღო რაღაცა შედეგი და ეს რაღაცა შედეგი მისთვის არის ტერიტორიული, ასე ვთქვათ, განცობა და მისი ტერიტორიების განცობა, მისი სტრატეგიული ინტერესების დაკმაყოფილება შავ ზღვაზე და შეერთებული შტატების და ნატოს ინტერესების შებღალვა შავ ზღვაზე, იმიტომ რომ მათ წარმოგიდგენიათ რა პოლიტიკა ჰქონდათ, იმიტომ შავ ზღვა უნდა ექციათ ნატოს ზღვა და საბოლოო ჯამში რა მიიღეს რა კონტროლი უნდა ნატოს ესე იგი კონტროლის ქვეშ უნდა და ეს სწორედ იმ ფაშისტური იდეოლოგიის შეფარვითი იდეოლოგიის განხორციელების მესამე კრახია, მინდა ვთქვათ. ბატონო კოტე, ნახეთ ახლა თქვენ ახსენეთ სწორედ ის რომ უკრაინაში გასაგებია, ხო, უკრაინაში ჩვენ ეს ყველაფერი კარგად ვიცით, ვინდა რატომ დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ახლა დღეს აი ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც უკვე ხმამაღლა განაცხადა, რომ ის გადის ამ თამაშებიდან. ხო, მაგიტომ გადის, იმიტომ რომ მას არ უნდა ასოცირდეს იმასთან, რომ ის მონაწილეობდა. იმიტომ რომ მან დაინახა ეს ყველაფერი, კარგად რომ წაგებულია ეს მათი წამოწყებული ომი წაგებულია, მაგრამ ეს ევროკავშირი და ეს ევროპის ქვეყნების ლიდერები, დიდი ნაწილი პირდაპირ აცხადებს, რომ ჩვენ არ გავდივართ აი ამ თამაშიდან. ჩვენ პირიქით უნდა გავაძილებოთ უკრაინა ამ სამხედრო მიმართულებით და უკრაინამ ომი არ უნდა შეწყვიტოს. აი მას იძახენ. ესეც არის როგორი განცხადება, იცით ბატონ ტრისტან. ეხლა უკრაინელ ხალხთან მიმართებაში ეს არის ცინიკური განცხადება, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ისინი არაფერს დაუდევენ იმას, რომ იქ იხოცებიან უკრაინელი საჯიში ბიჭები და ფაქტიურად
გენოციდის წინაშე დგას უკრაინელი ერი. არის. არაფრად არ უღირთ მათ იმას, რომ რამდენი უკრაინელი დაიხოცება კიდევ და საუბარი წავიდა, რომ კიდე 5 წელიწადი რო გაგრძელდესო, ჩვენ მოვასწრებთო ევროპისთვისო ქოლგის შექმნას. კი, მაგრამ რატომ უკრაინელების ხარჯზე? აქ უკვე საუბარი წავიდა იმაზე, რომ უკრაინა საერთოდ ვერ გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და ის შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ესეც დიდი კითხვის ნიშანია, როგორ უნდა გახდეს დანაწევრებული ქვეყანა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ხო? ამაზეც პასუხი არავის არ აქვს. რატომ? ხომ იყო შემოთავაზება ბატონებოდე. ხომ იყო შემოთავაზება საქართველოს სამმართველოში და თუ კი თქვენო აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე ვარ სიტყვით, მაშინ შესაძლებელია ჩვენ ვისაუბროთ. ესეც აი ესეთი იგივე არ გამოვრიცხავ, იგივე შეთავაზება იყოს უკრაინაზეც, ხო? დაანებე თავი მორჩით და დაახლოებით ამას გავს, იმიტომ რომ ტრამპის მორჩით იმ აღმოსავლეთ უკრაინის იმას რა ქვია, იმ ტერიტორიებს და ადებეთ თავი ვარი თქვით, მორჩით ვარი თქვით ყირიმზე და ასე შემდგომ და ტრამპის ბოლო გაის რა იყო ზუსტად ამოლაპარაკების, იმიტომ რომ ზელენსკიზე მიდიოდა ის რა ქვია, ზეწოლა ადმინისტრაციის, ამერიკის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რომ ზელენსკის უნდა ეღიარებინა ის ტერიტორიები de facto უკვე რაც de jure რაც დღეს რუსეთს აქვს დაკავებული, ხო? ფაქტიურად იმყოფება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. ეს უნდა ეღიარებინა და ამის მინიშნება, როდესაც ქვეყანა, რომელიც ჩართულია მოლაპარაკებაში, ამას შენ პირადად გეუნება, ან შენ მიიღებ და აღიარებ ამას, ან საერთოდ დაკარგავ მთელ უკრაინას, ხო? და ის გაქრება როგორც სახელმწიფო. აი ესეთ სიტუაციაში არის დღეს აი მათი ავანტიურისტული სამხედრო ავანტიურისტული პოლიტიკა, რომელიც ძირითადად მე არ დავარქმევდი ამას, რომ ეს უკრაინაში დაიბადა და გაიზარდა. ეს ის ადამიანები, ვინც დღეს უკრაინაში არიან და ამას ხელს უწყობდნენ, ხო? იგივე ერთი მხრიდანაც, იგივე იმ დონბასის მხარესაც, ხო? ისინი ერთ საქმეს ემსახურებოდნენ. ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ იქ უნდა გაჩაღებულიყო ომი, ეს იყო მთავარი მიზანი ევროპელი მაღალჩინოსნების და ევროპელი ადამიანების, ვისაც ეგონათ, რომ ევროპისგან იმპერია შექმნიდნენ, მაგრამ ევროპისგან იმპერია არ გამოვა, ბატონებო, იმიტომ რომ ევროპა არ გახლავთ რეალური ის სამხედრო პოლიტიკური მანქანა, რომელზედაც შეიძლება იმპერია აშენდეს. მარტო იდეოლოგია აქ არაფერს არ წარმოადგენს მთავარ საფუძველს. ამას უნდა გქონდეს თავისი სამხედრო პოლიტიკური მანქანაც იმისაც, რომ იმპერიალური ზრახვები განახორციელონ. სამწუხაროა, რომ ევროპელები ამას ძალიან გვიან მიხვდებიან და თავიანთ საკუთარ თავზე იწვევენ, რაც საბოლოო ჯამში მიიყვანს ევროპას სრულ დაშლამდე მინერტყვა და დაახლოებით იმ სტატუს კვომდე დაბრუნებას და ეს იქნება სტატუს კვო, ამის იქით შეჩერდება ყველაფერი. აღმოსავლეთ ევროპა აღარ იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ევროკავშირი იქნება ის ევროკავშირი, ბებერი ევროპა, რომელიც იყო საბჭოთა პერიოდში და იმ პოლიტიკის დროს, შეკავების პოლიტიკის დროს, რომელიც იყო მახასიათებელი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში 50 წლის განმავლობაში. ანუ თქვენ ამბობთ, რომ დაბრუნდება სწორედ იმ საზღვრებში ის ქვეყნები, რომელიც საზღვრების გააჩნდა მათ საბჭოთა დროს. ანუ კვლავ აღდგება ეს ვარშავის ხელშეკრულება. არა, ესეთი ფორმა, ფორმით არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ახალი ფორმა იქნება. ესეთი ფორმა იქნება, ახალი თანამშრომლობის ფორმატები შეიქმნება. ახალი პროექტი შეიქმნება, იგივე ვარიანტი იქნება. ახალი გავლენის სფეროები იქნება, ბუნებრივია, ახალი სამხედრო პოლიტიკური ბლოკები შეიძლება შეიგრას ხელახლა და ამის ნათელი მაგალითი იყო თუნდაც ის ქვეყნები, ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის ქვეყნები, რომლებიც ადრე მოიაზრებოდნენ როგორც რუსეთის, ასე ვთქვათ, მხარდამჭერი ქვეყნები, ესენი იყო. ეხლა ნახეთ ბატონო გოთე. სერბეთი ერთ წუთი დავამთავრებ, სერბეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი, ხო, ეს ქვეყნები. და შეხედეთ როგორ დახვდნენ ბატონ ფიცოს და როგორ დახვდნენ ვუჩიჩს იმის რა ქვია, ჩასვლის დროს. საჰაერო სიცეს დაუკეტეს, გესმის ასია. ხო, არა, ვუჩიჩის ჩასვლა და მის პარლამენტში შეხვედრა და ხალხის დახვედრა როგორი იყო, ხო? ეს განწყობები, ხო, ერთი დღეზე და ორ დღეზე აღმოცენებული არ არის. ეს არის ისტორიულად განპირობებული განწყობები, რომლის მოშლაც აი ამ კონტაქტების, აი ამ ურთიერთობების, ხო, აი ამ ასე ვთქვათ, ერთიანობის, ერთმორწმუნეობისა
არ მოიშლება, იმიტომ რომ ისინი სლავები არიან ბატონებო და სლავების სლავურ მოსახლეობას წარმოადგენენ, მონათესავე ერები არიან, გესმით რაშია საქმე. ამიტომ ამის მოშლას და ძალით შეთრევას ევროკავშირში ხო ვერანაირად ვერ მოახერხებენ და ნატოში შეთრევას იგივე სერბეთის, იგივე უნგრეთის და არც იგივე უნგრეთის და ეს ქვეყნების ბულგარეთის, რუმინეთში ძალიან რთული პროცესები წავა სულ უახლოეს პერიოდში, იმიტომ რომ მას ახალი პრეზიდენტი ეყოლება და ბუნებრივია ეს ყველაფერი წავა იქითკენ, საიდაც უნდა, ამიტომ არიან ისინი შეშფოთებულები, ამიტომ ჩარბიან ისინი უკრაინაში ეს ლიდერები და ძირითადად გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები იყვნენ ჩასულები და ცნობილი ისა რა ქვია კადრებიც გავრცელდა ამასთან დაკავშირებით, ხო, მაგრამ ამაზე კომენტარს ნაკლებად გავაკეთებ, იმიტომ რომ აქ ფაქტი ერთია, რომ ვინ არის ამაზე ძალიან შეშფოთებული. ძალიან შეშფოთებული ამით არის დასავლეთ ევროპა. იმიტომ რომ მათ იციან, რომ თავზე ენგრევათ ის კორუფციის ბუდე, თავზე ენგრევათ ის რაც მათ აშენეს და რაც იყო მათი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ელიტის, პოლიტიკური ისტაბლიშმენტის და ლიბერალიზმის ხელშემწყობი მთავარი ინსტრუმენტი. გესმით რაშია? ამიტომ ვიბრძვიან, რომ სურთ რომ კიდე 5 წლით მაინც გაწელონ და საბოლოოდ უკრაინისაგან აღარაფერი არ დარჩეს. მათ იციან, რომ საბოლოოდ უკრაინისგან თუ არაფერი დარჩება, ტერიტორია დარჩება რუსეთს, ხო? ეხლა რუსეთი ნახეთ, ეხლა რუსეთი ამ წუთში აი ამ რეალობაში ეხლა ის არის მომგებიან პოზიციაზე. ამ რეალობაში. ეხლა არის რაღაც გარკვეული ხო ჩართულობები დიდი ქვეყნების მხრიდან რომ როგორმე ეს ცეცხლის შეწყვეტს და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებმა ძალიან დიდი ეს რომ ვიტყვი რესურსი ჩადო იმასთან დაკავშირებით რომ ეს შეწყვეტილიყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, ხო? ეხლა რუსეთის პრეზიდენტმა დააყენა საკითხი და განაცხადა ხმამაღლა რომ მე მზოთა ვარო დავიწყოთ ამ საკითხთან დაკავშირებითო დიალოგია, ხო? და თურქეთი შეთავაზა. თურქეთის პრეზიდენტი გამოვიდა და პირდაპირ თქვა თურქეთის პრეზიდენტს, კი ბატონო, აი ჩვენ უთმობთ, აი მე ვთქვი, არა, მაბადიეთ, რა, უთმობთ, ჩვენ აი აგერ ვართ ჩვენ და ღებულობთ ჩვენ თავზე შრომავლობას და დავიწყოთ დიალოგი ამ საკითხთან დაკავშირებითო. ჯერჯერობით აი სწორედ ამ განცხადებებმა განაპირობა რომ ევროკავშირის ეს ლიდერები, ეს ლიბერალური და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ლიდერები ჩავიდნენ უცებ მასში უკრაინაში. ხო და თქვენ ახლა ფაქტი ახსენეთ, რომ იქ ფაქტი ჟურნალისტებმა სწორედ ის პრეზიდენტები და პრემიერები ფაქტზე დაიჭირეს კოკაინის მოხმარებას რო აპირებდნენ უკვე. ეგ კოკაინის მოხმარებას და მათთვის მოულოდნელად ჟურნალისტი დაადგა თავზე და სწორედ ეს ფაქტი იყო, რომელიც ფაქტმაც უკვე მოიცვა მთელი მსოფლიო. მე რამიდა იცი, მე მინდა საქართველოს მოსახლეობას უთხრა და იცოდეს საქართველოს მოსახლეობა. ვისთან მივდივართ და სად მივდივართ და ვისთან გვინდა ურთიერთობები, ხო? ჯერ ნახეთ რა მდგომარეობაში არის თვითონ ევროკავშირი. თავიდან ბოლომდე აგერ ბატონმა კონსტანტინემ კარგად ჩამოყალიბა ეს მიმართულება, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, ხო? ამ ლიბერალ LGBT ფაშისტურ ტერორისტულმა იდეოლოგიის მატარებელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა სად მიიყვანეს ევროკავშირი. თქვენ ეხლა შორიდან ხედავთ ამას ყველაფერს და აი მე მაგალითად პირადად მიწევს იქ ბიულიჯებში ჩასვლა და ფაქტიურად ყველაფრის შემithვალით ნახვა თუ რა მდგომარეობა არის ეკონომიკური კუთხით, თუ რა მდგომარეობა არის ამ სოციალური კუთხით და თუ რა მდგომარეობა არის პოლიტიკური კუთხით. ეხლა კარგად გამიგეთ, საქართველოში მეტი მოწესრიგებული საავტომობილო გზები არის და სხვადასხვა დაანჩენიეს მდგომარეობები, რასაც ქვია თუნდაც კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან იმაზე კრიმინალზე, ხო? ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. საშინელი მდგომარეობებია. ამ შექმნეს, სწორედ შექმნა აი ამ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელმა პოლიტიკოსებმა და ლიდერებმა, რომლებიც მოვიდნენ საიდღანაც ბნელი და ბინძური იდეოლოგიიდან და არა რაიმე ტიპის გამოცდილებიდან ან პოლიტიკური, ან ეკონომიკური გამოცდილების გზა რომელიმეს ქონებოდა გავლილი არც ერთი აბსოლუტურად ესენი იყვნენ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკოსები, ხელოვნურად შექმნილი ლიდერები, სწორედ სპეცსამსახურების მხრიდან და აი ამ ბინძური იდეოლოგიის ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილი ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ეს ევროკავშირის ლიდერები არიან უკვე ამ ბინძური იდეოლოგიის მატარებლები და მისი გამხორციელებლები. აი შეხედეთ, ნახეთ, კოკაინზე რო მთელი ეს ევროკავშირის
პოლიტიკური ლიდერები რომ იქნებიან დამოკიდებული და ეს ამას ვერავინ ვერ უარყოფს. შემდგომ აგრესიული პოლიტიკა, შემდგომ მათ მარტო თავიანთი თავი წარმოუდგენიათ სამყაროში და სხვა და არც იმის პოლიტიკის მატარებლები და არც სარწმუნოების მატარებელი, ხო? აი თქვენ აქეთ გინდა წახვიდოთ და აქ ამას უძახით თქვენ ევროკავშირში შესვლას და ამას უძახით თქვენ ევროპულ, ესე იგი, რომ ვიტყვით ცივილიზებულ ცხოვრებას. იმ ადამიანებს ვინდა მიმართო, რომელი ადამიანებიც აგერ 9 მაისს გამოვიდნენ და ევროპის დღეს დააარქვეს. ეს ისტორიას ვერ გადააკეთებთ. ისტორიას ვერ გადააკეთებთ. ფაქტი სახეზე არის, მოხდა 9 მაისს გამარჯვების დღე იყო და ქანთარიამ დიდმა ქართველმა კაცმა დრო შეაიტანა რაიხსტაგზე. ამას თქვენ ვერ შეხვით. ახლა ვერც მაკრონის და ვერც შოლცის და ვერც ახლა რომ მოვიდა კიდევ მეორე ფაშისტი, ვერც მათი ესე იგი იდეოლოგიური იმიდან გამომდინარე და 9 მაისს ახლა თქვენ ევროპის დღეებს ვერ დაათქვით. ხო, კამასიურად მეედო თელიმაში ამ ლიბერალურ ქვეყნებში 9 მაისი ევროპის დღეებად, ხო? გამორიცხული ეს ვერ შეია. აი თქვენ ერთი მუჭა ხალხი ძალიან ესე იგი მაქსიმალური ის გააკეთეთ რომ იტყვით ცელობა იმასთან დაკავშირებით რომ თქვენ ევროპის მოედანზე რომელი მოედანსაც სახელი უნდა გადაეთქვეს ის არ არის ევროპის მოედანი და მას უნდა დაუბრუნოს თავის ძველი სახელი რომ გინდოდათ გამოყვანა საზოგადოების დიდი ნაწილის მაგრამ კარგად შევხედეთ რა კონტინგენტი გამოიყვანეთ იქ და ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ადამიანები და ქალბატონს მე ვამართლებ რომელი ქალბატონიც იქ მიუვარდა და პიტაპირ რომ უთხრეს რომ პიტაპირ უთხრეს თქვენო ევროპაში მიდიხართ საქურდლათო და აი მიდიხართ პუტანკებიო და ეს ამას აჩვენებთ ევროპის მოსახლეობას ეს არის საქართველო ხო იმ ქალმა თავის გულის კივილი გამოთქვა სწორედ ეს ადამიანები იყვნენ გამოსვლელი ბატონო კოტე იმ 9 მაისს იქ ევროპის მოედანზე რომელი ადამიანები მიართას მიმდევრები არიან აი ამ ცხოვრებით ხო ზოგი არის ზოგი პუტანკობს ზოგი ნარკოტიკებზეა დამოკიდებული ზოგი კიდევ რა ვიცი რა უბედურებებს აკეთებს და ძირითადად იყო ხამის კლუბში ჩაბუდრებული აი ეს სიბინძურის მატარებელი ახალგაზრდა თაობა ხო და თქვენ რა ვერ გავიგეთ ხა რა გიდათ გვინდა თელი საქართველო დაამსგავსოთ აი ამ სიმახინჯეს მაგას ვერ გააკეთებთ ხო ვერ მეოსტევით და ვერც ის ევროკავშირის ლიდერები რომლებიც დღეს თქვენ უკვე ასე პირდაპირ თქვენზე ღიათ არიან გადაფარებული, ვერც ისინი ვერ განახორციელებენ თავიანთ ბინძურ პოლიტიკას ამ ქვეყანაში და ვერც ისინი ვერ შეურაცხყოფენ ვერც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ოჯახური სიწმინდეების მატარებელი ისა ადამიანები, არიან მორწმუნეები, არიან ეკლესიაში მრევლი და არიან ქრისტიანი მართლმადიდებლები და ყავს ჩვენ იდეოლოგია მართლმადიდებლური იდეოლოგია და ჩვენ ოჯახურ სიწმინდეებს ვიცავთ, ჩვენს წინაპრებს, ჩვენს ისტორიას ვიცავთ და ამ ადამიანებს ისინი ვერაფერს ვერ გვიზამენ. იმიტომ ვერ გვიზამენ, რომ ჩვენ გენში არის და ახლა ვიღაცა თითო როლა სული დამახინჯებული ინკუბატორი და გამოყვანილი ეს შპინგალეტები და ეს ისინი, რომ იტყვი ჭინკები, რომლებიც დღეს პირდაპირ მიმული არიან აი ამ აგენტურულ ფინანსებზე, ხო? ამით თქვენ ვერაფერს ვერ გააკეთებთ ჩვენ საქართველოში და თქვენ გეუნდებით იმაზე ნარკოტიკებზე დამოკიდებულო მაკრონო და იმის ინგლისის პრემიერ-მინისტრი რომის და კიდო იმ კუპეში და ის ქვია გერმანიის ახლად არჩეული კანცლერი აი ესენი ნარკოტიკულ საშუალებაზე დამოკიდებული ევროკავშირის ლიდერები რომლებსაც უნდათ სწორედ როგორც თვითონ არიან გარყვნილები გათახსირებულები და უსამშობლოები აი ესეთ უნდათ შექმნას საქართველო ხო ამას ვერ გააკეთებთ იყო მცდელობები ძალიან დიდი მცდელობები ჩადევით მილიარდები ამაში და დააფინანსეთ თქვენი აგენტურა და თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციები და მაინც ვერაფერი ვერ ქენით და მაინც ახლაც ვერაფერს ვერ იზამთ. აგერ ნახოთ ბატონო 17 მაისს ახლა ოჯახის სიკვდილის დღე არის და ნახოთ რამდენი ქართველ გულანთებული და რამდენი საქართველოს მოქალაქე გამოა ამ ოჯახის სიკვდილის დღეზე და დაინახეთ მე თქვენ და შეხედეთ რას ნიშნავს მართლაც ნამდვილი ჩამოყალიბებული მოქალაქეები და რას ნიშნავს ის ადამიანები, რომელი ადამიანები დღემდე უფრთხილებიან თავიანთ ტრადიციებს, თავიანთ სიწმინდეებს და თავიანთ ქვეყნის იმ დიდ სიყვარულს და იმ დიდ სითბოს, რომელიც უფალმა ჩვენ გვარგუნია ეს ყველაფერი, ხო? და ახლა ეშმაკი რომ გაფაფხუნდებით, იმიტომ რომ ასია საერთოდ
მაგრამ ხედავს რომ იქ კარგავს თავის გავლენას, იმას მე უფრო მეტად აქტიურდება ეს. ესე ხარ და თქვენ გააქტიურებულები ხართ ახლა და ყველაფერს აკეთებთ იმასთან დაკავშირებით რომ როგორმე ეს ქვეყანა გადაჭეხოთ უბსკრულში, მაგრამ უბსკრულში ამ ქვეყანას თქვენ არავინ არ გადაგაჭეხებთ. თქვენ გადაიჭეხებით უბსკრულში და გადაიჭეხებით სამუდამოდ გაქრებით პოლიტიკური რუკიდან. იმიტომ რომ ევროპაში უკვე მომწიფთ ეს მდგომარეობა და მე ტყუილა არ აღნიშნა ბატონაკოდი ტყუილა არ აღნიშნა რომ ევროპაში დაიწყო უკვე იმ საღად მოაზროვნე ევროპელმა მოსახლეობამ გამოსვლა სწორედ ამ სიბინძურის წინააღმდეგ. ის მარტო იქ არალეგალების წინააღმდეგ კი არაა გამოსვლები, კაცო, არალეგალები, რომლებიც მართლაც ამ თვითონ ევროპის ქვეყნების ლიდერებმა წაახალისეს და მიუშვეს ასე თავის ნებაზე. ის სწორედ ეს გამოსვლები უკვე არის ყველა იმ სიბინძურე და ყველა იმ არასწორი პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც დღეს ევროკავშირის ლიდერები ატარებენ თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ და თავიანთი მოსახლეობის წინააღმდეგ და იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელ ქვეყნებშიც მათ უნდა თავისი სრული აი ზეგავლენა მოახდინოს. ეხლა ნახეთ ბატონო კოტე, ისა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანმა გადაწყო ის ამბობს რომ კაცო, კარგი ბატონო თუ ჩემი არ გესმით არ გინდა თუ იმასთან თუ გადაწყვეტა ჩაეტაროს რეფერენდუმი ქვეყანაში და ხალხს გამოკითხოს ხალხს, ესე იგი უკრაინა გახდეს სულ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ხო? და აი როდესაც უკვე დაინახეს და კიდე ევროპაში ამ ინგლისმა და საფრანგეთმა და გერმანიამ და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა რომ უკრაინის უნგრეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ იმ პოზიციაზეა, რა პოზიციაზე არის მისი ქვეყნის პრემიერი ორბანი. ამ დროს აამუშავეს მექანიზმი, ისეთი მექანიზმი, რომელიც მექანიზმის საფუძველზე პირდაპირ ღია დაპირისპირება წამოვიდა უკრაინის ხელმძღვანელობას შორის და უნგრეთის ხელმძღვანელობას შორის და დაიწყეს პროვოკაციები და დაიწყეს თავიანთი, ესე იგი, თავიანთი ამ ბინძური გეგმების განხორციელება უნგრეთში, უკრაინელებმა. ეს დიპლომატები გამოაძევეს, მე კიდევ იქ რაღაც პროვოკაციები გააკეთეს. მე იქ არასამტისა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიას არის ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილი სწორედ ამ ლიბერალური იდეოლოგიის ქვეშ, ის ამოქმედეს და ძალიან ცუდი წარმოშვეს, რომ იტყვი ატმოსფერო საზოგადოებაში და ლამის უკვე იქ შეტაკებაც კი მოხდა, ხო, უკრაინის საზღვარზე და ფაქტიურად ესე იგი უნგრეთში უბრალოდ ახალი კერა უკვე გაეღვიძებიათ, მაგრამ უნგრეთის პრემიერი სხვადასხვა ძალიან ესეთი ის არის შოუპაოვარი მებრძოლი არის სწორედ ამ ევროლიბერალიზმის წინააღმდეგ და ის დღემდე ბრძოლობს ამის წინააღმდეგ და ვერაფერი ვერ მოუხერხეს და ხომ არ მიეცემა ამას მასშტაბური ხასიათი და ის რეფერენდუმი, რომელიც რეფერენდუმის უნდა ჩატარდეს უნგრეთში და უნგრეთის მოსახლეობამ უნდა გამოთქვას ის თავისი აზრი უკრაინის ევროკავშირში გაწერილებასთან დაკავშირებით. არავინ არ მიიღებს უკრაინას ევროკავშირში. არა, ხომ არ დგას აი მე რამე საფრთხეები კიდო უნგრეთში, რომ თუ დაუშვათ ეხლა ეს რაღაც პატარა კერები რო გააგვიჭეს, ხო და შემდგომ უფრო სხვა მასშტაბურ ვარიანტში გადავიდეთ. ამას თავისი მიზეზი აქვს ბატონ ტრისტან, ეს არის წმინდა ეკონომიკური საკითხი. გაწევრიანების თემა უკრაინისა, იმიტომ რომ უკრაინის ეკონომიკა არის ძლავრი ეკონომიკა, საკმაოდ და მის სოფლის მეურნეობა ფაქტიურად მისი ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში აბსოლუტურად ჩაკლავდა სხვა წევრი ქვეყნების ეკონომიკას, სოფლის მეურნეობის დარგს გააცამტვერებდა და ეს არ უნდა თუ პროზედა, იმიტომ რომ თავისი ასე ვთქვათ იმ მიწებისა გამო იმ პროდუქციის. ეგ მიწები რუსებს აქვს უკვე. არა, ეგ ერთია, მაგრამ კიდე არის, ხო? არის, კი, მაგრამ ძირითადად ნაწილი რუსებს აქვს. მოხდა უკრაინის ასე დანაწევრება და მისი დანაწევრება მოხდება კიდევ, მინდა ვთქვა რა. იმიტომ რომ არავის არ სურდა უკრაინა აი იმ ზომებით და იმით შესულიყო ევროკავშირში. თუ კი ესეთი განზრახვა როდესმე არსებობდა, მაგრამ არა. უკრაინა და ევროკავშირში სვლა, დასავლეთში სვლა, ეს ყველაფერი იყო ერთ-ერთი საბაბი რუსეთის გაღიზიანების. მინდა ხაზი გაუსვა ამას, იმიტომ რომ როგორმე გაეღიზიანებინათ, როგორმე ჩაეთრიათ რუსეთი, როგორმე გადაედგა და მათ შეძლეს ეს რუსეთს გადაადგმევინეს ის ნაბიჯი, რა ნაბიჯიც გადადგა, მაგრამ ეს რუსეთის ინტერესებში შედიოდა იმ შემთხვევაში, იმიტომ რომ რუსეთი ამას შეხვდა მომძლავრებული, უფრო მეტად მომძლავრდა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისტორია საერთოდ, რომ რუსეთი ყოველი ასე ვთქვათ, აი ესეთი
ომისაგან, ასეთი გაჭირვებისაგან გამოდის უფრო მძლავრი და უფრო მეტად დგავს ნაბიჯებს. ძლიერდება და გამიმართება. როგორც ეკონომიკურად, ესე პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ხო საერთოდ უკვე მთლიანობაში მთელი აი ეს აიღო მიმართულებები. ისე თავისი სამხედრო მანქანი. მთელი მეტყველებები, სამხედრო მეტყველება გააძლიერა, კაცო. ეხლა ამ იდიოტებს ევროპაში მინდა უთხრა ერთი რამ, რომ რუსეთს მშვენიერი პოლიგონი მისცეს იმისაც, რომ გამოეცადა თავისთვის და არავინ არ იცის. ყველა სახის იარაღი. ყველა სახის იარაღი გამოცადა აბსოლუტურად. რის გამოცდაც მას ომის პირობებში უფრო მეტ შანსს აძლევს, რომ შემდგომი პროგრესი შეიტანოს უფრო თავისი, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიების განვითარებაში და მან ეს შეძლო, მინდა ვთქვა. მან ეს შეძლო, იმიტომ რომ ამან გამოიწვია დიდი პანიკა საერთოდ. და მეტიც მიძინებული სამხედრო მანქანა გააღვიძა. გააღვიძეს, კი ბატონო. და უფრო მეტი მოქნილი გახადა, მეტი ბრძოლისუნარიანი გახადა უკვე რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამას მოყვა პანიკა შეერთებულ შტატებში, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ იქ შეიკრიბა თავდაცვა უშიშროების კომიტეტი და ახლა ისინი მსჯელობენ იმაზე, თუ რა მოუხერხონ ამ რუსეთის სუპერ თანამედროვე აი ამ იარაღს, რომლისაგან თავდაცვის საშუალება შეერთებულ შტატებს დღესდღეობით არ აქვს. ამას მე არ ვამბობ. ამას ამბობს შეერთებული შტატების ის მაღალჩინოსნები და გენერლები, ვინც ასე ვთქვათ, გამოკითხვაზე ყავდათ ამ კომისიაზე მიყვანილი, ხო? ისინი ამბობდნენ, რომ თავდაცვა პრაქტიკულად ახალი გუმბათის, ოქროს გუმბათის შექმნა გახდა მათთვის ახალი პროექტი, რომლის განხორციელების აუცილებლობა განაპირობა ზუსტად ამან, საფრთხემ, ამ ზებგერითი იარაღების სრულყოფისა და ასე შემდეგ და კიდე სხვაზეა საუბარი, რომელიც არ გახმაურებულა და რომელიც ფაქტიურად დღესდღეობით არსენალში შეიძლება ჰქონდეს რუსეთს და არა მარტო რუსეთს, ჩინეთიც არის აქ მოიაზრება აი ამ ალიანსში, აი ამ საფრთხეშიც. ამიტომ არის რომ ასეთი პანიკიდან გამომდინარე შეერთებული შტატები დღესდღეობით ცდილობს განერიდოს ამ პროცესს და საკუთარ თავზე იფიქროს, საკუთარ ასე ვთქვათ იმპერიალისტური ზრახვების შენარჩუნებაზე იფიქროს და იმ სტატუს კოს აღდგენაზე იფიქროს, ისინი ვეღარ შეაჩერებენ რუსეთის ესეთ რუსეთ-ჩინეთის ალიანსის ესეთ აღმასვლას და სხვათა შორის ამას მოყვება შემდეგ ომის დამთავრების და მიწყნარების შემდეგ ძლავრი ეკონომიკური ბუმი ამ ქვეყნებში, იგივე ბრიქსის განვითარება და ბრიქსის წევრი ქვეყნების ეკონომიკების მკვეთრი ზრდა, ხო? და საბოლოოდ ეს განაპირობებს ფინანსურ კრიზისებს და შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში ჩათრევას ჩაყოლას აჯობინებს და ბუნებრივია კარგ ურთიერთობებს დაიკავებს რუსეთთან. ეს იქნება და ამის ყველა ნიშანი ჩანს, მინდა ვთქვა, ამ ურთიერთობებიდან გამომდინარე, მათი აქტივობებიდან გამომდინარე, ისინი თუ რა მოლაპარაკებებში არიან ჩართული დღესდღეობით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და საბოლოო ჯამში როგორ ზეწოლას ახორციელებენ ისინი კიევზე იმისათვის რომ უკან დაიხიოს ზელენსკის მთავრობამ დასვანის მოლაპარაკების მაგიდაზე, მაგრამ მე ვიმეორებ კიდევ ბატონ ტრისთან, არაერთხელ მithქვამს დღეს ეთერში, არ მოხდება ზელენსკის და პუტინის ერთ მაგიდაზე, ასე ვთქვათ, არ დაждდება პუტინი მაგას. წარმოუდგენელია ეს, იმიტომ რომ ეს მის თამოყარეობიდან, დიპლომატიური ნაბიჯებიდან გამომდინარე, ის ამას არ იზავს და არც გააკეთებს. ეს მინდა ვთქვა, თავარი მომლაპარაკებელი გახდეს ის საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე, მოხდეს ამ შეთანხმების ხელმოწერა. და თუ ეს ხელმოწერა მოხდა და აღიარა კიევმა და ალბათ საბოლოო ჯამში ესეც მოხდება, მოუწევს დე იურეთ აღიაროს ყირიმის და იმ ტერიტორიების აღიარება, რაც დღეს ასე ვთქვათ ოკუპირებული აქვს რუსეთს, ხო? და საბოლოო ჯამში ის განცხადებას თუნდაც ტრამპის რომ თუ ამას არ აღიარებ, მაშინ შეიძლება საერთოდ უკრაინა დაკარგოო, ხო? ასეც არის. ასეც აქეთაც მიდის ყველაფერი რა. ამიტომ უღირს კი დღეს ზელენსკის ხელისუფლების შენარჩუნება, ის რომ ზრუნავდეს თავის ხალხზე, აქამდე გადამდგარი იქნებოდა და სხვა ადმინისტრაციის პირობებში მოხდებოდა ამ ხელშეკრულების გაფორმება. ვიცით რა არის ბატონო კოტე? საბოლოო ჯამში აქეთკენაც წავა ეს ყველაფერი, როგორც კი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება ბატონ ტრისთან, ხო? და ამას უკვე დიდი ხანი
აღარ დაჭირდება, მინდა ილევა ის რესურსი და ეს ყველაფერი არის ლიტონის სიტყვები, რომ აი ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, მას მივცემთ ხო კიდევ ამდენს და ამდენს რაც დაეხმარებიან თავიანთი უსაფრთხოების სისტემაზე დაიწყეს ზრუნვა უკვე და 800 მილიარდი საიდან მოიძიონ იმისაც რომ თავიანთი საერთო ისე რა ქვია თავდაცვის სისტემების შექმნან ხო საერთო შეიარაღებული ძალები და ასე ვთქვათ საერთო თავდაცვის სისტემა რომელიც მათ არ გააჩნია და ძირითადად ამერიკულ სისტემებზე იყვნენ დამოკიდებული და ამერიკის შეერთებული შტატები ხვალე რო განაცხადო შეიარაღებული ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რომ მე ევროპიდან გამყავს ჩემი შეიარაღებული ძალები მაშინ მთელი ევროპა აღმოჩნდება პრაქტიკულად დაუცველი იმიტომ რომ მათ შეიარაღებული ძალები რას წარმოადგენს ყველამ კარგად ნახეთ ავღანეთში ყველამ კარგად ნახეთ თუ რა არის და რა შესაძლებლობები აქვთ მათ და მით უმეტეს ბრიტანეთის გარეშეც ახლა ხო იმიტომ რომ ბრიტანეთის გარეშეც დასმოდა როგორ ბრიტანელები ძალიან ჭკვიანი ხალხი არიან მინდა გითხრათ ბატონ ტრისანი იმიტომ რომ დააკვირდით ამ პროცესში მათი აქტივობა იყო სათავეში ჯონსონის თემასთან დაკავშირებით საუბრობ როგორ ის აქტიურად იყო ჩართული იმისათვის რომ აი ზელენსკის ამხნევებდა ეგ გარკვეულ ნაბიჯებს დგავდა გარკვეულ დახმარების იმას ეხლა როგორ გაწეულია გვერდზე ფაქტიურად გაწეულია გვერდზე და ვინ წამოიწია წინა პლანზე წამოიწია აი ამ ბებერი ევროპის დამყაყებულმა ფრანგულმა და ფრანგულმა პოლიტიკამ ძირითადად ხო გერმანელებიც ამ შემთხვევაში გერმანელებიც ამ შემთხვევაში მაინც მაკრონი აქტიურობს მაკრონი აქტიურობს და ძირითადად პასიურ მდგომარეობაში არიან იმიტომ რომ გერმანელებს ადრე თუ გვიან მათ იციან რომ მათ რუსეთის ენერგო ასე ვთქვათ დახმარების გარეშე და ენერგო რესურსების გარეშე მათ თავიანთი ეკონომიკის განვითარება შეუძლებელი იქნება რა და სხვათა შორის ბევრი გერმანული ბიზნესი იყო წარმოდგენილი იგივე რუსეთში დღესდღეობითაც და დღესდღეობითაც საქმიანობენ და რამდენადაც მე ვიცი ის სანქციები რომლებიც და მათზე არ მოქმედებს ხო რუსეთში დღეს ძალიან ბევრი არის ძალიან ბევრია ასეთი წარმოება ამიტომ ის განცხადებები ევროპელი ლიდერების რომ ჩვენ შევწყვიტავთ სრულად რუსეთისგან ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას და ალტერნატივას რა ალტერნატივა უნდა აირჩიონ ახლა ის ნორვეგიული გაზი რამდენი ხანი ეყოფათ და რო არ ყოფნიდათ იმიტომ იყო დამოკიდებული და ზუსტად გადმოტანილი და იმიტომ იყო გერმანიამ მეორე ნაკადი ააშენებინა ესა ჩtildeოეთის ზღვაზე და ასე შემდეგ ხო იქიდან აი შემოვლით ბალტიის ზღვაზე ეს გასადენზეა საუბარი ხო ევროპული ჩtildeოეთის ნაკადი ორზე რომელიც დღესდღეობით შეჩერებულია ჩვენ გვეუბნებოდა რა არის იმედი აქვს აზერბაიჯანის და აზერბაიჯანი და მიმართული ბაქო-ჯეიხანის და ეს არის 30 მილიარდი მაქსიმუმ დატვირთვა აი ამ იმისი რა ქვია გაზისა და ნავთობის გამტარიანობა 30 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში მაქსიმალური დატვირთვით რო ხდებოდეს ამის მიწოდება მაგრამ დღეს მაქსიმალურად დატვირთული არ გახლავთ არც ბაქო-ჯეიხანი და არც ბაქო-ჯეიხანის სუფსა ხო მაქსიმალური დატვირთვით არ მუშაობს არც ერთი და არც მეორე ისე რა ქვია ბატონო კოტე თქვენ ახსენეთ ახლა ის სანქცირებული ისინი რა კომპანიები და ახსენეთ ის რომ ისევ არის რომ აქთო რუსეთში ბიზნესები და ესა ევროკავშირის ლიდერები გამოდიან და ჩვენ გვემუქრებიან რომ დაასანქცირეთო რუსეთიო და არავითარ შემთხვევაში მათთან გაწყვეტ ყველგარი ურთიერთობაო ბიჭო კაია კალასის მეუღლეს შეუძლია იქ ბიზნესი რუსეთში აკეთოს რომ ის კაია კალასი რომელიც დღეს ასე ხმალამოღებული გვებძვით ჩვენ საქართველოში და ასე პირდაპირ ესე იგი რომ იტყვი პირდაპირ მედროში არის იმისი რა გააფუჭოს ამ ქვეყანაში მის მას თუ აქვს იმის უფლება რუსეთში ფულები იშოვოს ჩვენ არა გვაქვს მაგის უფლება მე აქ ავიღოთ აქაური იმისი რა ქვია აქაური ამ ჭინკების და ამ პოლიტიკური ლიდერების და ამ ბიზნესმენების ჭყონიას თუ აქვს იმის უფლება რომ თავის კოკაკოლა გაყიდოს რუსეთში და აქეთ მეორე სიძახშო დაასანქციროთო ან ხაზაზეს თუ აქვს იმის უფლება რომ თავის ბორჯომი გაყიდოს რუსეთში და კიდევ სხვა დანარჩენ აი ამ ნაცსექტანტების იმათ მხარდამჭერებს ხო ჩვენ რატო გვიშლიან კაცო და რატო გვეუბნებიან რომ სანქცირებული უნდა იყოთ და რუსეთანო არავითარ შემთხვევაში არ უნდა ქონდეს აი რატომ უნდა იყოთ მიდგომა ასეთი არის ეს მიდგომა ამას აქვს თავისი გამართლება ეს არის პოლიტიკა და იციან რომ შემდგომი ნაბიჯები იმისათვის როგორც კი მოგვარდება საკითხი უკრაინაში შემდეგ არის
შემდეგი თემა არის ეს უკვე ეგრეთ წოდებული ბალტიის წევრი ქვეყნები. ხო და მათ სურთ აი ამ ისრების გადმოტანა ზუსტად სამხრეთის მიმართ. ისე რას გადაგვიკიდნენ კაცო ესენი ეს ბალტიის პირა ქვეყნები რას გადაგვიკიდნენ? სამხრეთით გადმოტანა უნდათ დღე არ გავარო ჩვენ არ დაგვარტყან რა. იმიტომ რომ სამხრეთში თუ და ეს კონფლიქტი კიდევ განახლდა და წარმოიშვა და დაძაბული ურთიერთობა წარმოიშვა რუსეთს იგივე აზერბაიჯანთან ამაში ჩართული იქნება თურქეთი ბუნებრივია წარმოიშვა დიდი კონფლიქტი სერიოზული კონფლიქტი თუ წარმოიქმნა სომხეთთან დაძაბული ურთიერთობა რუსეთს მაშინ ამაში ჩართული იქნება საქართველოს და ამაში ჩართული იქნება ნაწილობრივ იგივე აზერბაიჯანის და ჩართული იქნება ისევ თურქეთის და უკვე სომხეთთან მიმართებაში შეიძლება ჩართული იქნას ისევ ირანის და ეს დიდი გლობალური დაპირისპირების ასე ვთქვათ საფუძველი შეიძლება გახდეს სწორედ აქ უნდა ცხელი წერტილის გაჩენა შემდგომი ცხელი წერტილის გაჩენა იმიტომ რომ ევროპას აარიდონ საფრთხე თვითონ რომ გამოწვენ ამ მდგომარეობიდან რა ბატონო და შეინარჩუნა და ის უკრაინა მათ გაწირეს იმისათვის რომ პრაქტიკულად ამით მათ ეგონათ რომ რუსეთის ძალას გასინჯავდნენ სინამდვილეში მაგრამ რაც გასინჯეს მიიღეს საბოლოო ჯამში და დღეს თავში ირტყავენ ალბათ ხელებს რომ ეს რა ყოფილაო რა არ გაჩერდნენ აი არ გაჩერდნენ თავიანთმა უგნურმა ნაბიჯებმა თვითონ ესე იგი დაგუბეს თავიანთი თავი საბოლოოდ ამერიკელები გამოვლენ ამ სიტუაციიდან წაუგებელ მდგომარეობაში არიან მინდა ვთქვა ჯერჯერობით შეერთებული შტატები თუ რამე კიდევ რაღაც ბრიტანელებიც მიხვდნენ ამ თემატიკას და ისინიც შეერთებული შტატების და ეს ანგლო-საქსონური ალიანსი რომელსაც თავისი ასე ვთქვათ სამხედრო დაჯგუფება გააჩნიათ ხო ისინიც მიხვდნენ ამ განერიდნენ და ფაქტიურად ხელს შეატოვეს რუსეთს ის რესურსები რაც მწირი რესურსებით ევროპა ხო? კი ბატონო, რა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მითხარი ბატონო, რა წინააღმდეგობა საბოლოოდ ვამთავრებ და რა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს აი უკრაინაში ომის დამთავრების შემდგომ და აი იმ პროცესების შემდგომ აღმოსავლეთ ევროპაში რაც უკვე დაწყებულია მინდა ვთქვა და საბოლოო ჯამში ისინი ხვდებიან რომ მათ რუსეთთან ურთიერთობა უფრო უმჯობესია მათთვის, რომ რუსეთთან ქონდეთ კეთილმეზობლური ურთიერთობა და ეკონომიკური ურთიერთობები, ვიდრე დასავლეთთან, ხო? ეს ხო ჩანს ხელის გულზეა უკვე რა. იმიტომ ეს განწყობები ისე არ მოდის იქ ჯერ იყო მარტო უნგრეთი, მერე გაჩნდა სლოვაკეთი, მერე ამას დაემატა კანდიდატი ქვეყანა სერბეთი, რომელიც ხო, მერე ამას ალბათ დაემატება რუმინეთიც, ამას დაემატება ალბათ ბულგარეთიც და მერე პოლონეთშიც დაიწყება ეს პროცესები, რა პროცესებიც ალბათ უკვე ნენელა უკვე ჩანს ამის ნიშნებიც იქაც არის. რა მიიღეს საბოლოო ჯამში, ხო? მიიღეს მსოფლიოს გადანაწილების დაახლოებით იგივე ფორმატი, რა ფორმატიც არსებობდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ხო? ბატონო გოდე, ჩვენი დრო იწურება, ამოიწურა რაღაც 2 წუთი დავრჩა, ამ 2 წუთში მე 2 წუთი მინდა გამოვიყენო და მინდა კიდევ მინდა უთხრა ჩვენს მოსახლეობას. თუ ერთი თემაც მინდა აი ამასთან დაკავშირებით არ შემილია რო არ თქვა ბატონ ტრისტანი მეგობრობის საკთან დაკავშირებით. მაგ ძალიან შორს წაგვიყვა. არა, ძალიან დრო უკვე პატარა რეპლიკასავით ვიტყვი, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის როგორც ყოფილი სპეცსამსახურებისათვის სრულიად ამაზრზენი რამე, რაც მე მოვისმინე ამ მეგობრობის აქტით. იმიტომ რომ როგორია, როცა შეერთებული შტატები შენ პირდაპირ გთხოვს იმას, რომ იმუშავე რუსეთის სპეცსამსახურების წინააღმდეგ და მომახსენე და ისა რა ქვია, დაგლადი გამიკეთებია ინფორმაცია ეს რა არის? ეს რა მეგობრობის აქტია ფაქტიურად, ხო? პირდაპირ ლომის ხახაში გაყოფინებს. ანუ შენ ძირგამოთხელი საქმიანობა აწარმოეო რუსეთის წინააღმდეგო იმისათვის დამატებითი ფაქტორი შექმენი კიდევ დაძაბულობის კერავ რომ როგორმეო რუსიო შემოვარდესო კიდე საქართველოში როგორც 2008 წელს შემოვარდა და იქნება ბოლომდე ისა რა ქვია გადაგიარონო რომ თქვენი სახსენებელი აღარ დარჩეს ამ ქვეყანაზე. ლომის ხახაში გაყოფინებენ თავს პირდაპირ. რა თქმა უნდა. და უნდა ესე პირდაპირ რომ ჩავყლაპონ რა. ეს არის რა ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენი დრო ამოიწურა და რეალობას შევხედოთ, მოусმინოთ ასეთ ანალიტიკოსებს და ექსპერტებს და კარგი იქნება თუ გაითავისებთ ყველაფერს იმას, რასაც ეს ადამიანები გეუბნებიან და რასაც ჩვენ გეუბნებით და ფაქტი სახეზე არის
ევროკავშირმა გაიღვიძა სწორედ აი ამ სიბინძურის წინააღმდეგ და ევროკავშირი მართლაც დადგება ფეხზე აი ამ ბინძური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანების წინააღმდეგ. ჩვენ საქართველო უნდა ვიცოდეთ რა უნდა ვაკეთოთ და ვისა უნდა ვიმეგობროთ და ვისა უნდა ვითანამშრომლოთ და ამ თანამშრომლობის საფუძველზე და ამ ურთიერთობების საფუძველზე ჩვენ ქვეყანას ვარგოთ და დავიწყოთ მართლაც დრო არის დავიწყოთ ამ მიმართულებით მუშაობა და როგორმე ის ჩატეხილი ხიდი აღვადგინოთ რომელიც ხიდის აღდგენის საფუძველზე მოხდება როგორც სამაჩაბლოს ისე აფხაზეთის მოსახლეობისა და ტერიტორიების დაბრუნება. ეს აუცილებელი არის. ამის გარეშე ჩვენ ამ ქვეყანაში არც ერთ შემთხვევაში არ მივცემთ არც ევროკავშირს და არც ნატოს და არც კატოს იმის საშუალებას, რომ ეს ტერიტორიები ჩვენ არ დავებრუნოთ და ამ ტერიტორიების გარეშე რომელიმე ალიანსში გაწევრიანდეთ, ჯერმე რა გვინდა იქ ჩვენ და რა გვესაქმება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამათ აქვთ ამის მცდელობა, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე თუ თქვენ ვარ სიტყვით აფხაზეთის და სამაჩაბლოზე ჩვენ მზადავართ ეგ საკითხები აქტიურ პროცესში გადავიყვანოთ, მაგრამ ვერ მოესწრებით ამ ვერც ეთია, ვერც აქაური აგენტურა და ვერც იქაური ის კურატორები და ვერც იქაური პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც ეს გინდათ გააკეთოს ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა რომ გიყურებთ, კარგად მზადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.